დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, იმპერიული იდეა თვითონ იმდენად ძლიერი იყო, რომ საუკუნეების შემდეგ ბარბაროსმა მეფეებმა დაიწყეს სამხედრო დაპირისპირებები იმ უფლებისთვის, რომ მის მემკვიდრეებად ეწოდებინათ. და მაინც, როგორ შეძლო საქსონიიდან წარმოშობილმა გერმანულმა დინასტიამ გაეცოცხლებინა ევროპის უდიდესი ტიტული და ეფუძნებინა გერმანიის სამეფო და შეექმნა იმპერია, რომელმაც თითქმის 1000 წელი იარსება. ეს არის ისტორია იმისა, როგორ წარმოიშვა ახალი სახელმწიფო წმინდა რომის იმპერია, რომელიც დაცემული რომის ჭრილში აღდგა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ გერმანული ტომები გერმანიის სივრცეში გადიოდნენ პერიოდს, რომელსაც შიდა დაპირისპირებები ახასიათებდა. ტომებს შორის გამოირჩეოდნენ ფრანკები, რადგან მათ შეძლეს სხვა დასავლეთ გერმანული ტომების დამორჩილება. სალიელი ფრანკების მეფემ ხლოდვიგ პირველმა დააფუძნა მეროვინგთა დინასტია დაახლოებით 499-508 წლებში და იგი მოინათლა ქრისტიანად. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ რწმენის შეცვლა არ ყოფილა, ეს იყო საკვანძო პოლიტიკური ნაბიჯი, რომელმაც ევროპის ბედის საუკუნეებით განსაზღვრა. ამ ნაბიჯმა არა მხოლოდ განამტკიცა მისი პირადი ავტორიტეტი, არამედ საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივ ორმხრივად სასარგებლო ალიანს ფრანკთა მმართველობასა და კათოლიკურ ეკლესიას შორის. ამ ალიანსის წყალობით ფრანკებმა მოიპოვეს სამღვდელოების მხარდაჭერა, ხოლო ეკლესიამ შეიძინა საერო მფარველი, რაც გავლენას ახდენდა განათლების, სამართლისა და კულტურის განვითარებაზე მთელ დასავლეთ ევროპაში. მომდევნო წელს ხლოდვიგ პირველი გახდა ყველა ფრანკისა და ჩრდილოეთ გალიის გალო-რომაელთა ლიდერი. მან დაიწყო მომავალი ევროპული ხალხების ჩამოყალიბება ქრისტიანულ პრინციპებზე დაყრდნობით. ხლოდვიგ პირველის რელიგიურ არჩევანს შორს მიმავალი შედეგები ჰქონდა. ფრანკები იქცნენ ერთადერთ და თავარ ბარბაროს ხალხად, რომლებმაც კათოლიციზმის დაუჭირეს მხარი. ეს ალიანსი 300 წლის შემდეგ გამოიყენა კაროლინგთა დინასტიის წარმომადგენელმა კარლოს დიდმა, რომელმაც საბოლოოდ მეროვინგები ჩაანაცვლა. კარლოს დიდმა გააერთიანა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის დიდი ნაწილი და 800 წელს პაპმა ლეო მესამემ კარლოს დიდი იმპერატორად აკურთხა, რითაც კაროლინგთა იმპერია დაარსდა. ეს იყო რომის სიდიადის აღდგენის ახალი მცდელობა, ფრანკთა სამეფოზე დამყარებული და ამ დროიდან კარლოს დიდი და მისი შთამომავლები თავს დასავლეთ რომის იმპერიის მემკვიდრეებად აცხადებდნენ. 853 წელს კარლოს დიდის შვილიშვილებმა ლუდოვიკ ღვთისმოსავის სამმა ვაჟმა ხელი მოაწერეს ვერდენის ხელშეკრულებას, რითაც ოფიციალურად დაყვეს კაროლინგთა იმპერია. ამ დოკუმენტმა დაასრულა ერთიანი იმპერიის ისტორია და გზა გაუხსნა მომავალი ევროპული სახელმწიფოების წარმოშობას. ძმებიდან უფროსმა ლოთარ პირველმა მიიღო შუა ფრანკია, ხანმოკლე პოლიტიკური წარმონაქმნი, მისი ეთნიკური და გეოგრაფიული მრავალფეროვნების გამო ერთმთლიანობად მხოლოდ 12 წელი იარსება. აღმოსავლეთ ფრანკია გადაეცა ლუდოვიკ გერმანელს და გახდა მომავალი გერმანიის სამეფოს საფუძველი და წმინდა რომის იმპერიის ბირთვი. დასავლეთ ფრანკია, რომელიც ყოფილი გალიის ტერიტორიაზე მდებარეობდა, გადაეცა შარლ კარლ მელოტს. დროთა განმავლობაში იგი საფრანგეთის სამეფოდ გარდაიქმნა. ერთიანი იმპერიის იდეამ ადგილი დაუთმო ფეოდალურ მოზაიკას, თითოეულს თავისი ენა და კანონები ჰქონდა და აღმოსავლეთ ფრანკიის პირველი მეფე ლუდოვიკ ან ლუდვიგ გერმანელი ცდილობდა თავისი სამფლობელოების გაფართოებას. 850-იან წლებში მან დასავლეთ ფრანკიაზე პრეტენზია გამოთქვა და ამავე დროს სცადა შუა ფრანკიის გაყოფა შარლ მელოტთან ერთად. მიუხედავად ამისა, მისი ამბიციები წარუმატებელი აღმოჩნდა. პრიუმის ხელშეკრულება, დადებული 855 წელს, გარდაცვლილი ლოთარ პირველის ვაჟებს შორის ნიშნავდა შუა საფრანგეთის დაშლას, თუმცა ლუდოვიკ გერმანელმა მაშინ ახალი მიწები ვერ შეიძინა. დასავლეთ ფრანკიაზე ბრძოლაც წარუმატებლად დასრულდა, მალევე მან შიდა პრობლემებზე გადაიტანა ყურადღება და 860-იან წლებში იგი საკუთარი ვაჟების აჯანყებებს, კარლომანის, ლუდოვიკ უმცროსისა და შარლ მესამ სუქანს დაუპირისპირდა და წინააღმდეგობას უწევდა დასავლეთ სლავურ ტომებს, მორავებს. მიუხედავად ამისა, ლუდოვიკ გერმანელმა შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება. 870 წელს მან ხელი მოაწერა მეერსენის ხელშეკრულებას, ლუდოვიკმა და შარლ მელოტმა ლოთარინგის მიწები გაიყვეს მათი ძმისშვილის ლოთარ მეორის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც პირდაპირი მემკვიდრეები არ დატოვა. ეს იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიღწევა. სიცოცხლის ბოლოს აღმოსავლეთ ფრანკიის პირველი მეფე შეურიგდა თავის ვაჟებს და იმპერიულ ტიტულზე პრეტენზია გამოთქვა, თუმცა მიზნის მიღწევამდე გარდაიცვალა. ლუდოვიკ გერმანელის გარდაცვალების შემდეგ აღმოსავლეთ ფრანკიაში ხელისუფლება მის სამ ვაჟზე გადავიდა. კარლომანი ბავარიას მართავდა, ლუდოვიკ უმცროსი საქსონიას და შარლ სუქანი ალემანიას. 877 წელს კარლომანმა იტალია დაიპყრო, თუმცა მხოლოდ 3 წლის შემდეგ გარდაიცვალა. შედეგად ბავარია ლუდოვიკ უმცროსს გადაეცა, ხოლო იტალია შარლ სუქანს.
880 წელს ლუდოვიკ უმცროსმა და შარმელოტის შვილიშვილებმა ლუდოვიკ მესამემ და კარლომან მეორემ დასავლეთ ფრანკიის თანამმართველებმა ხელი მოაწედეს რიბემონტის ხელშეკრულებას. მისი პირობებით ლოთარინგია სრულად გადავიდა აღმოსავლეთ ფრანკიაში. ეს მხოლოდ ნათესავებს შორის კიდევ ერთი გაყოფა არ ყოფილა, საზღვრები, რომლებიც სივრცეს შორის დამყარდა, რაც მომავალში წმინდა რომის იმპერია და საფრანგეთად უნდა ჩამოყალიბებულიყო, ხანგრძლივი აღმოჩნდა და თითქმის უცვლელად შენარჩუნდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გვიან შუა საუკუნეებამდე. სწორედ ეს იქცა დასავლეთ ევროპის პოლიტიკური რუკის საფუძვლად. 882 წელს ლუდოვიკ უმცროსის გარდაიცვალა და შარლ მსუქანმა მემკვიდრეობით მიიღო როგორც საქსონია, ისე ბავარია და აღმოსავლეთ ფრანკიის ერთპიროვნულ მეფედ იქცა. 2 წლის შემდეგ შარლ მესამე მსუქანმა თავის ნათესავებისგან ლუდოვიკ მესამისა და კარლომან მეორისგან დასავლეთ ფრანკიის ტახტიც მიიღო. ასე ამ მმართველმა 3 წლით გააერთიანა თავისი დიდი პაპის და დიდი მოსახელის კარლოს დიდის იმპერია. შარლ მსუქანი კაროლინგთა უკანასკნელი კანონიერი იმპერატორი იყო, რადგან 891 წელს პაპმა იოანე მერვემ იგი იმპერატორად აკურთხა. ის ასევე იყო ფრანკთა გაერთიანებული სამეფოს უკანასკნელი მმართველი. 887 წელს მსუქანმა შარლმა ყველა თავის სამფლობელოში ძალაუფლება დაკარგა. მის წინააღმდეგ აღდგა მისი ძმის შვილი არნულფ კარინთიელი. 1 წელზე ნაკლებ დროში ლუდოვიკ გერმანელის უმცროსი ვაჟი გარდაიცვალა. იმპერია 5 დამოუკიდებელ სამეფოდ გაიყო და ამით დასრულდა ერთიანი ქრისტიანული იმპერიის აღდგენის ოცნება. ამის შემდეგ და 900 წელზე მეტხანს ეს ტერიტორიები ერთი მმართველის ქვეშ აღარ გაერთიანებულა, მანამ სანამ ნაპოლეონ პირველმა ბონაპარტმა არ დაიპყრო. ლუდოვიკ მეოთხე ბავშვი არნულფ კარინთიელის ძე კაროლინგთა დინასტიის ბოლო მმართველი იყო აღმოსავლეთ ფრანკიაში. 911 წელს იგი გაურკვეველ გარემოებებში გარდაიცვალა. ადგილობრივმა არისტოკრატიამ მეფედ აირჩია კონრადი, ფრანკონიის ჰერცოგი. მისი დედა იყო გლისმუტი არნულფ კარინთიელის ქალიშვილი. კონრად პირველის მმართველობისას იგი მუდმივად ებრძოდა ძლიერ ჰერცოგებს, ჯერ ჰენრი საქსონიელს, შემდეგ კი არნულფ ბავარიელს. მოულოდნელად უშვილო კონრად პირველის ტახტი მის უმცროს ძმას ებერჰარდს კი არ გადაეცა, არამედ საქსონიის ჰერცოგ ჰენრის, რომელსაც ჰაინრიხ პირველი ფრინველმჭერი ეწოდებოდა. სიკვდილის სარეცელზე მეფემ მემკვიდრედ თავისი ყოფილი მეტოქე აირჩია, რადგან მიაჩნდა, რომ მხოლოდ ის შეძლებდა სამეფოს ერთიანობის შენარჩუნებას შიდა აჯანყებებსა და გარე საფრთხეებს შორის. ასე დაიწყო იმ დინასტიის მმართველობა, რომელმაც ევროპის ისტორიის ცვლილება შეცვალა. ჰაინრიხ პირველი ფრინველმჭერი გახდა საქსონური დინასტიის პირველი მეფე აღმოსავლეთ ფრანკიაში. მას ასევე ხშირად ლიუდოლფინგებს ან ოტონიანებს უწოდებდნენ. ლიუდოლფ საქსონიელის სახელით ან წმინდა რომის იმპერიის 3 იმპერატორის სახელების მიხედვით. ზოგიერთი მკვლევარი ჰაინრიხ პირველ ფრინველმჭერს მიიჩნევს შუა საუკუნეების გერმანული სახელმწიფოს დამფუძნებლად, რომელსაც იმ დრომდე აღმოსავლეთ ფრანკია ეწოდებოდა. მისი მმართველობის პირველ წლებში ჰენრი ფრინველმჭერმა გერმანიაში განამტკიცა თავისი ძალაუფლება. 925 წელს მან შეიერთა ლოთარინგია, მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელიც მანამდე ხშირად მფლობელს იცვლიდა მხოლოდ. 929 წელს ლენცინის ბრძოლაში ჰენრიმ დაამარცხა ობოდრითთა კონფედერაციისა და ველეტების სლავური ძალები. 933 წელს კი ჰენრი ფრინველმჭერმა რიადეს ბრძოლაში დაამარცხა უნგრელთა არმია. დამარცხების შემდეგ უნგრელები მომდევნო 20 წლის განმავლობაში გერმანიაში აღარ შეჭრილან სიცოცხლის ბოლოს ჰენრი ფრინველმჭერი გეგმავდა რომზე ლაშქრობას, რათა პაპისგან მიეღო იმპერიული გვირგვინი, თუმცა მან ეს ვერ განახორციელა და მიზნის შესრულებამდე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მისი მმართველობა გადამწყვეტი იყო, ჰენრიმ შეინარჩუნა სამეფოს ერთიანობა, აღკვეთა სამეფო ხელისუფლების დაშლა და აღმოსავლეთიდან მომდინარე გარე საფრთხეს გაუძლო. მან თავის მემკვიდრეს დაუტოვა ძლიერი სახელმწიფო მომავალი იმპერიის საფუძველი. ჰენრი ფრინველმჭერმა ჩაუყარა სამეფო დინასტიას საფუძველი, მისი მემკვიდრე გახდა უფროსი ვაჟი ოტო პირველი. ტრადიციის მიხედვით იგი აკურთხეს აახენის კათედრალში. თანამედროვე მკვლევრები ზოგადად ოტო პირველის მმართველობიდან მოყოლებული აღმოსავლეთ ფრანკიის ნაცვლად ტერმინს გერმანიის სამეფოს იყენებენ. ოტომ განაგრძო მამის საქმე და მნიშვნელოვნად გააფართოვა სამეფო ხელისუფლება. დინასტიურმა ქორწინებებმა და პირადმა დანიშვნებმა ოტო პირველს შესაძლებლობა მისცა თავისი ოჯახის წევრები დაესვა გავლენიანი გერმანული საჰერცოგოების სათავეში. მეტიც,
გერმანიის ეკლესიისა და სამღვდელოების დაქვემდებარებით მან გააძლიერა საკუთარი ძალაუფლება, თუმცა საბოლოო ჯამში სწორედ საეკლესიო საქმეებში ამ ჩარევამ გერმანელ მეფეებსა და კათოლიკურ ეკლესიას შორის ხანგრძლივი კონფლიქტი წარმოშვა. 955 წელს ოტო პირველმა როგორც მანამდე მამამ შეაჩერა აღმოსავლეთიდან მომავალი უნგრელთა შემოსევა. ბრძოლა გაიმართა მდინარე ლეხის მახლობლად ქალაქ აუგსბურგთან ახლოს. გერმან მეფეს დაუპირისპირდა უნგრელთა ბელადი ბულჩუ. ძალები თითქმის თანაბარი იყო, დაახლოებით 7-9,000 გერმანელი 8-10,000 უნგრელს დაუპირისპირდა. თავდაპირველად უნგრელებმა ალყა შემოარტყეს აუგსბურგს და ქალაქთან ახლოს დაბანაკდნენ. როდესაც ოტო პირველი უნგრელთა ბანაკს მიუახლოვდა, მათ მაშინვე გაანადგურეს გერმანელთა უკანა რაზმი და სცადეს გერმანთა ბანაკის ხელში ჩაგდება, მაგრამ მტერმა კონტრშეტევით მოიგერია ისინი. ამის შემდეგ ოტომ თავისი ჯარები იმ მთავარი მტრული ძალების წინააღმდეგ შეტევაზე წაიყვანა, რომლებიც აუგსბურგისკენ მიმავალ გზას კეტავდნენ. გერმანულმა მძიმე კავალერიამ გაანადგურა უნგრელთა მსუბუქი კავალერია და აიძულა უკან დაეხიათ. გერმანელთა მეფე შევიდა ქალაქში, ხოლო მტრის ჯარის დევნა თავის სარდლებს მიანდო. ოტო პირველმა ასევე ბრძანა მდინარეზე გადასასვლელები დაებლოკათ, რათა გაერთულებინათ მტრის უკან დახევა. ძლიერმა წვიმამ შეანელა უნგრელთა უკან დახევა და გერმანულ ჯარს საშუალება მისცა დაწეულიყვნენ მათ და უმეტესობა გაენადგურებინა. ბელადი ბულჩუტყვე დაიყვანეს და რეგენსბურგში სიკვდილით დასაჯეს. ოტო პირველის გამარჯვება წარმართ მტერზე უნგრეთის სამთავროს წინააღმდეგ გარდამტეხი მომენტი იყო. მან იხსნა გერმანიის სამეფო განადგურებისგან და საბოლოოდ დაასრულა უნგრელთა შემოსევები დასავლეთ ევროპაში. ოტო პირველმა მოიპოვა სახელი როგორც ქრისტიანული სამყაროს მხსნელმა და მიიღო ეპითეტი დიდი. მისი ავტორიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 961 წელს იტალიის დაპყრობის შემდეგ ოტოს მხოლოდ ერთი მიზანი დარჩა, რომში მიეღო იმპერიული გვირგვინი. კორონაცია გაიმართა მომდევნო წელს, 962-ში. პაპი იოანე მე-12 ეძებდა ძლიერ მფარველს, რათა დაეცვა კათოლიკური ეკლესია აპენინის ნახევარკუნძულზე არსებული მტრებისგან. ამავე დროს ოტო პირველი ისწრაფოდა კარლოს დიდის გზის გაგრძელებას და იმპერატორობას. ეს პრესტიჟული სტატუსი გააძლიერებდა მის ლეგიტიმაციას, ოტონიანთა დინასტიის მმართველობას დააკავშირებდა კაროლინგებთან და ძველ რომაულ ტრადიციასთან. ოტო პირველის კორონაციამ პაპ იოანე მე-12-ის მიერ გააერთიანა ძალაუფლების ორი ცენტრი, საერო იმპერიული და სულიერი საეკლესიო. ოტო პირველი გახდა წმინდა რომის იმპერიის დამფუძნებელი და პირველი იმპერატორი. ეს ევროპის შუაგულში არსებული უნიკალური პოლიტიკური წარმონაქმნი ნაპოლეონის ომებამდე არსებობდა. ოტო დიდის მმართველობის დროს სახელმწიფოს რომის იმპერია ეწოდებოდა, როგორც ერთ დროს კაროლინგთა იმპერიას. ჰედვიგა საქსონიელი, რომელსაც ხშირად ოტო პირველის დად მიიჩნევენ, იყო ჰუგო კაპეტის დედა, კაპეტინგთა დინასტიის დამფუძნებლისა და საფრანგეთის სამეფოს პირველი მმართველის, ამრიგად დიდი ალბათობით ორი ძლიერი შუა საუკუნეების სახელმწიფოს წმინდა რომის იმპერიისა და საფრანგეთის სამეფოს დამფუძნებლები ახლო ნათესავები იყვნენ. ოტო დიდს სურდა ბიზანტიასთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რადგან ბიზანტია ოფიციალურად არ აღიარებდა მის იმპერიულ ტიტულს და ეწინააღმდეგებოდა წმინდა რომის იმპერიის სამხრეთისკენ შემდგომ გაფართოებას. ბიზანტიელები თავს რომაელთა ნამდვილ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, კონსტანტინოპოლს კი ახალ რომად მოიხსენებდნენ. დაძაბულობით შესამსუბუქებლად იმპერიულმა კარმა ქორწინება მოაწყო. თეოფანუს კლირინა, ბიზანტიის იმპერატორ იოანე პირველი ციმისკესის ძმის შვილი ცოლად გაჰყვა ოტო მეორეს, ოტო დიდის უმცროს და ერთადერთ გადარჩენილ ვაჟს. ეს მოხდა ოტო დიდის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე. სხვა ფაქტორებთან ერთად ამ პოლიტიკურმა ჟესტმა ბიზანტიასთან კავშირების აღდგენამ და ოტო დიდის მფარველობამ ხელი შეუწყო წმინდა რომის იმპერიაში კულტურული აღორძინების დაწყებას და ეს პერიოდი ცნობილია როგორც ოტონური რენესანსი. თუმცა ოტო დიდის უკანასკნელი წლები რთული იყო, კონფლიქტები პაპებთან იტალიაზე, მისი ხელისუფლების სტაბილიზაციისთვის ბრძოლა და მას შიდა დაპირისპირებები იმპერიის ფარგლებში. ამის მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში ოტო დიდი წარმოჩენია როგორც წარმატებული მმართველი და დიდი სარდალი, რომელმაც დასავლეთ ევროპაში იმპერიული ერთიანობის იდეა კვლავ გააცოცხლა. ამავე დროს ოტო დიდის მიერ შექმნილი იმპერია კვლავ მყიფე რჩებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლება გადავიდა მის 18 წლის ვაჟზე, ოტო მეორეზე.
ახლა მისი საქმე იყო დაემტკიცებინა, რომ შეძლებდა მამის მემკვიდრეობის შენარჩუნება სამყაროში, სადაც მტრები ახალგაზრდა მმართველის პირველ შეცდომას ელოდნენ. ოტო მეორე ბურგუნდიის ადელაიდას ვაჟი, ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იყო მისი თანამმართველი. ოტო პირველის გარდაცვალების შემდეგ მან განაგრძო გერმანიაში იმპერიული ძალაუფლების გაძლიერებისა და აპენინის ნახევარკუნძულზე სამხრეთ საზღვრების გაფართოების პოლიტიკა. მან ასევე გააგრძელა კათოლიკური ეკლესიის იმპერიული ხელისუფლებისადმი დაქვემდებარება. თავისი მმართველობის დასაწყისში ოტო მეორე სერიოზულ საფრთხეს შეეჯახა, ეგრეთ წოდებული სამი ჰენრის ომს. იმპერატორის წინააღმდეგ აღდგა სამი ძლიერი მთავარი, მისი ბიძაშვილი, ბავარიის ჰერცოგი ჰენრი ჩხუბისთავა, აუგსბურგის ეპისკოპოსი ჰენრი და კარინთიის ჰერცოგი ჰენრი უმცროსი. ოტომ შეძლო აჯანყების ჩახშობა, ამან გააძლიერა მისი ავტორიტეტი და საშუალება მისცა ოტონიანთა ბავარიული შტო მემკვიდრეობის ხაზიდან გამოერიცხა. ამის შემდეგ ბავარია უშუალოდ იმპერიულ კონტროლს ქვეშ მოექცა, რაც ამტკიცებდა ცენტრალურ ხელისუფლებას და უზრუნველყოფდა ოტო მეორის ვაჟის მემკვიდრეობის უფლებებს. როგორც კი ოტომ ერთი კონფლიქტი მოაგვარა მეორე მეფეთქა. 978 წელს ლოთარინგიის ფლობაზე ფრანგო-გერმანული ომი დაიწყო. დასავლეთ ფრანკიის მეფე ლოთარმა კაროლინგთა დინასტიიდან მოულოდნელად შეუტია აახენს და თითქმის ტყვედ ჩაიგდო ოტო მეორე. იმპერატორს დორტმუნდში გაქცევა მოუხდა. შემდეგ ლოთარი თავის მიწებს დაუბრუნდა, ხოლო წმინდა რომის იმპერატორმა შემოიკრიბა ძალები და კონტრშეტევა წამოიწყო. ოტო მეორე შეიჭრა დასავლეთ ფრანკიის სამეფოში და პარიზს ალყა შემოარტყა, მაგრამ შავმა ჭირმა და მკაცრმა ზამთარმა აიძულა უკან დაეხია. დასავლეთ ფრანკიის მეფე დევნა დაუწყო გერმანულ ჯარს და გაანადგურა მათი უკანა რაზმი, თუმცა 980 წელს ლოთარმა ლოთარინგიაზე პრეტენზიები უარყო და ორივე მმართველმა მშვიდობა გააფორმა. 980 წლიდან ოტო მეორე აპენინის ნახევარკუნძულზე კონცენტრირდა. მან სცადა მთელი იტალიის დაპყრობა, მაგრამ ამ ამბიციურმა გეგმებმა ისჩართო კონფლიქტში ორ ძლიერ ძალასთან, ბიზანტიის იმპერიასთან და ფატიმიანთა სახალიფოსთან. თავდაპირველად ოტომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ბიზანტიელთა წინააღმდეგ, თუმცა 982 წელს ტილოს ბრძოლაში ფატიმიანებისგან დამანგრეველი მარცხი განიცადა. ამან მძიმე დარტყმა მიაყენა მის იმპერიულ ამბიციებს სამხრეთ იტალიაში, როდესაც ოტო ახალი ლაშქრობისთვის ემზადებოდა. 983 წელს დიდი სლავური აჯანყება დაიწყო. პოლაბიელი სლავები, ვენდები, ლიუტიჩები და ობოდრიტები აღსდგნენ ქრისტიანიზაციისა და გერმანული ბატონობის წინააღმდეგ. აღმოსავლეთ სლავების გაქრისტიანებას ხშირად ახლდა გადასახადების ზრდა და ტრადიციული სალოცავების განადგურება. 983 წლის აჯანყებამ იმპერიული ოცნებები დაამსხვრია და გერმანელებმა ელბის აღმოსავლეთით პოლიტიკური და რელიგიური გავლენა მრავალი ათწლეულით დაკარგეს. იმავე წელს ოტო მეორე რომში გაემგზავრა, რათა ახალი პაპის არჩევისთვის ედევნებინა თვალყური. როდესაც ის ქალაქში იყო, ცენტრალურ იტალიაში მალარიის აფეთქება დაიწყო. სავარაუდოდ სწორედ მან გამოიწვია იმპერატორის სიკვდილი და იმავე წელს ოტო მეორე დასაფლავდა ძველ წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. მისამდე და მის შემდეგ ოტონიანთა დინასტიის არც ერთი წევრი იქ აღარ დაუკრძალავთ. ოტო მეორის ერთადერთი ვაჟი 3 წლის ოტო მესამე გერმანიის მეფე გახდა. თუმცა პატარა ბავშვი ასე ძლიერ სახელმწიფოს ვერ მართავდა. ახალი მმართველის რეგენტებად მისი დედა თეოფანუს კლირინა, ხოლო შემდეგ მისი ბებია ბურგუნდიელი ადელაიდა იქცნენ. ამან იმპერია პოლიტიკური კრიზისისკენ გადააგდო. ახალგაზრდა მეფის ბიძამ ბავარიის ყოფილმა ჰერცოგმა ჰენრიმ 984 წელს რეგენტობაზე პრეტენზია გამოთქვა და ტახტის ხელში ჩაგდებაც სცადა. თუმცა გერმანმა არისტოკრატიამ უზურპატორს მხარი არ დაუჭირა, ამიტომ ჰენრი ჩხუბისთავა იძულებული გახდა უარი ეთქვა პრეტენზიებზე და ეღიარებინა ოტო მესამის მმართველობა. ამ დათმობის პასუხად მომდევნო წელს ის კვლავ ბავარიის ჰერცოგად აღადგინეს. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ ოტო მესამემ გადაწყვიტა გაეგრძელებინა ბაბუისა და მამის საქმე, გამხდარიყო წმინდა რომის იმპერიის იმპერატორი და იტალიის მეფე. 996 წელს იგი აპენინის ნახევარკუნძულზე გაემგზავრა, რათა პაპის ტახტზე ოტონიანთა კონტროლი აღედგინა. ოტო მესამე გახდა იტალიის მეფე და უზრუნველყო თავისი ბიძაშვილის ბრუნო კარინთიელის არჩევა პირველი გერმანული წარმოშობის პაპის, რომელმაც გრიგოლ მეხუთის სახელი მიიღო. გერმან მეფის ნათესავი დღემდე ერთადერთი პაპია, რომელიც თანამედროვე ავსტრიის ტერიტორიაზე დაიბადა.
იმავე წელს გრიგოლ მეხუთემ ოტო მესამე იმპერატორად აკურთხა, თუმცა მალევე რომში აჯანყება დაიწყო ადგილობრივმა არისტოკრატებმა პატრიციუს კრესტენციუს უმცროსის ხელმძღვანელობით იმპერიული ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყეს აჯანყება. ოტო მესამემ აჯანყება ჩაახშო, თუმცა კრესტენციუსი შეიწყალა და ქალაქი დატოვა. მიუხედავად იმისა, 998 წელს მას რომში დაბრუნება მოუწია. კრესტენციუსმა ახალი აჯანყება დაიწყო და უზენაეს პონტიფიკასად ანტიპაპი იოანე მე-16 დანიშნა. საინტერესოა, რომ იოანე მე-16 ზოგიერთი ცნობით ოტო მესამის ნათლია იყო და მის დედას თეოფანუ სკლირინას კაპელანად პირად უდლად ემსახურებოდა. მის დანიშვნას აქტიურად დაუჭირა მხარი ბიზანტიის იმპერატორმა ვასილ მეორე ბულგარ მუსრავმა, რადგან იოანე მე-16 ბერძენი წარმოშობის იყო და ბიზანტიურ იტალიაში დაიბადა. ამგვარად რომში ძალაუფლებისთვის ბრძოლა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის უფრო ფართო დაპირისპირების ნაწილადაც იქცა. ოტო მესამემ გრიგოლ მეხუთე კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში და აჯანყებული კრესტენციუსი სიკვდილით დასაჯა. იმპერატორის ქმედებებმა იტალიაში კიდევ უფრო განამტკიცა ოტონიანთა გავლენა კათოლიკურ ეკლესიაზე. ამავე დროს ოტო მესამე აძლიერებდა წმინდა რომის იმპერიის კავშირებს მის აღმოსავლელ მეზობლებთან, უნგრეთის დიდ სამთავროსთან, ბოჰემიის საჰერცოგოსთან და პიასტების სახელმწიფოსთან, რომელიც პოლონეთის სამეფოს წინამორბედი იყო. 1000 წელს იმპერატორმა ხარი დაუჭირა უნგრეთის უკანასკნელი დიდი მთავრის სტეფან პირველის კორონაციას. ასე სტეფანი გახდა უნგრეთის პირველი მეფე და მისი სამთავრო სამეფოდ გარდაიქმნა. ოტო მესამემ გააძლიერა იმპერიული კონტროლი პაპობაზე და განაგრძო ეკლესიის ჭიდრო დამოკიდებულების ტრადიცია საერო ხელისუფლებაზე. მისი მხარდაჭერა უნგრეთის, პოლონეთისა და ბოჰემიის გაქრისტიანებისთვის განამტკიცებდა მათ დასავლეთ ევროპულ ცივილიზაციურ ორიენტაციას, რომელიც დღემდე ნარჩუნდება. მომდევნო წელს ოტო მესამე მესამედ დაბრუნდა რომში და რომაული არისტოკრატიის მესამე აჯანყებას წააწყდა, რის შემდეგაც იმპერატორს ქალაქიდან გაქცევა მოუხდა. 1002 წელს ოტო მესამემ წამოიწყო ლაშქრობა მარადიული ქალაქის დასაბრუნებლად, მაგრამ ცენტრალურ იტალიაში ცხელებით დაავადდა და გარდაიცვალა. როგორც მამამისმა მანაც 30 წლამდე ვერ მიაღწია უშვილო და დაუქორწინებელი იმპერატორის ნაადრევმა სიკვდილმა, რომელმაც მემკვიდრე არ დატოვა. ახალი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. გერმანიის მომდევნო მეფე გახდა ოტო მესამის მესამე ბიძაშვილი ჰენრი მეორე ბავარიის ჰერცოგი და ჰენრი ჩხუბისთავას ვაჟი. ოტონიანთა დინასტიის ბავარიული შტოს წარმომადგენელი და ჰენრი ფრინველთმჭერის შვილთაშვილი. მან ახალგაზრდობა გადასახლებაში გაატარა მამის აჯანყების გამო. ჰენრი მეორე იყო პირველი მმართველი, რომელმაც ტიტული რომაელთა მეფე Rex Romanorum მიიღო. ჰენრი მეორის მმართველობა აღმოსავლეთში იმპერიის გაძლიერებით დაიწყო. იგი ჩაერია ბოჰემიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლაში და დაეხმარა ბჟემისლით და დინასტიის იარომირს ბოჰემიის ჰერცოგი რომ გამხდარიყო. შემდეგ მან ბოჰემიის საჰერცოგო წმინდა რომის იმპერიას მიაერთა. 1003 წლიდან პოლონურ-გერმანულ ომების სერია დაიწყო. გერმანელ მეფეს მეტოქეობას უწევდა პიასტების დინასტიის მთავარი ბოლესლავ პირველი მამაცი. პოლონეთის სამეფოს მომავალი დამფუძნებელი ბრძოლები მიმდინარეობდა ბოჰემიის, მორავიისა და სლოვაკეთის კონტროლისთვის. 1004 წელს ჰენრი მეორე იტალიის მეფე გახდა. მან რამდენიმე ლაშქრობა განახორციელა აპენინის ნახევარკუნძულზე, ხოლო 1014 წელს პაპმა ბენედიქტ მერვემ იგი წმინდა რომის იმპერატორად აკურთხა. მიუხედავად ამისა, ჰენრი მეორე თავის ამბიციებს ძირითადად აღმოსავლეთ საზღვრებზე ამახვილებდა. 1018 წელს ბაუცენის ზავმა დაასრულა კონფლიქტი ბოლესლავ პირველ მამაცთან. ბოჰემიის საჰერცოგო საბოლოოდ იმპერიას მიუერთდა. ჰენრი მეორის გარდაცვალებით 1024 წელს ოტონიანთა ეპოქა დასრულდა. ჰენრიმ პირდაპირ მემკვიდრეები არ დატოვა და ის იყო ოტონიანთა დინასტიის უკანასკნელი იმპერატორი, რომელმაც აღმოსავლეთ ფრანკია გერმანიის სამეფოდ გადააქცია და საფუძველი ჩაუყარა წმინდა რომის იმპერიას. საქსონიის გერმანული საჰერცოგოდან წარმოშობილმა ამ ოჯახმა მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებები მოიპოვა და ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი შეცვალა. მათ გააძლიერეს მონარქიული ძალაუფლება გერმანიაში, დაიპყრეს ჩრდილოეთი და ცენტრალური იტალია და კათოლიკურ ეკლესიაზე საკუთარი გავლენა დაამყარეს. სწორედ ოტონიანებმა შექმნეს წმინდა რომის იმპერიის
პოლიტიკური და იდეოლოგიური საფუძველი, რომელმაც მათ შემდეგ კიდევ 8 საუკუნე იარსება ბიზანტიისგან განსხვავებით ეს იმპერია ძველი რომის პირდაპირ მემკვიდრე არ ყოფილა, თუმცა გადმოიღო მისი სიმბოლოები, ტიტულები და ამბიციები, საქსონიის ჰერცოგები, იმპერატორები გახდნენ და გერმანიაში შუა საუკუნეების ევროპის პოლიტიკურ ცენტრად აქციეს. ცენტრალურ ევროპაში გავლენისთვის ბრძოლამ საფუძველი ჩაუყარა მის თანამედროვე პოლიტიკურ რუკას. სერიას წარმოგიდგენთ ისტორიის პლატფორმა. ისტორიკოსი შალვა მინდაძე. საინტერესო ვიდეოსთვის არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა.